გამარჯობა ჩემო ძვირფასო დემოკრატიკო მატერიალს ავტორად ჩემო აფხაზეთო ავტორი და წამყვანი მოგორაცხებია დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი თამარ კიკნაძე საერთაშორისო საკითხების დიდი სპეციალისტი მეცნიერების დოქტორი პროფესორი და რაც თორია ძალიან აქტიურად მოღვაწეობს ის დღეს იმ სატელევიზიო სივრცეში სადაც ძალიან ბევრი პრობლემა იყრის თავს და ამ დღევანდელობიდან გამომდინარე ამ პრობლემების სწორედ ძალიან სწორი ანალიზი და სწორი მიღნებები გააჩნია ქალბატონ თამარს და მე დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი საინტერესო და მართლაც ყველასთვის ძალიან სასარგებლო იქნება. მოგესალმებით ქალბატონ თამარ, დიდი მადლობა დღეს მომზადებისათვის, თქვენი ძირფასი დროის გამონახვისათვის და იმედი გვაქვს რომ ჩვენი საუბარი დღეს შედგება იმასთან ახლა ბუნებრივია ჩვენ ახლა მარტო აფხაზეთის პრობლემა კი არის ეს, მაგრამ ეს სპეციფიკური საკითხია, მაგრამ აფხაზეთის პრობლემა არის გლობალური პრობლემის შემადგენელი ნაწილი. ამდენად მე პირველი კითხვა ასეთი მექნებოდა თქვენთან და მე ვფიქრობ რომ ეს პირველი კითხვა ბევრ რამეს მოიცავს და ეს რა შემდგომარეობს ახლა. ჩვენ ვიცით რომ ტრამპი პუტინის შეხვედრები ერთხელ მოხდა, მეორე და ახლა მესამე და არის დაანონსებული ფაქტობრივად ეს ორი იმიტომ ჩინეთი ცოტა ისეთი სტრატეგიული მოთმინების რეჟიმშია ყოველთვის როგორც ყოველთვის და ის არის ძალიან იშვიათად ერევა ხოლმე ამ პროცესებში მას თავისი აქცენტი მაინც ეკონომიკურ ასე ვთქვათ სფეროზე აქვს გადატანილი ვიდრე იმ პოლიტიკურზე და სამხედროზე მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდანაც ეჩანს ეს მაგრამ აქ მათი შეხვედრა როდესაც პუტინი რომელიც საერთოდ რომის კონვენციით საერთაშორისო დამნაშავედ არის კიდევაც აღიარებული, მაგრამ ამასაც თავისი ბურება გააჩნია ახლა ეტყობა ამისი აღიარება არ აღიარება ეს უჭირთ და ყოველ შემთხვევაში ახლა ეს არც ასასურველადაც ემო ახლა ვებერთება სახელმწიფოს ლიდერი ვიღაცამ დააპატიმროს და ვიღაცამ ამ ლიდერის ისარგებლოს ანუ მისი ასე ვთქვათ იმ სოციეტელებს რაც მას გააჩნია. თუმცა აქ სხვა საკითხზე მინდა მე თქვენი ყურადღება გავამახვილო ქალბატონ თამარ. თქვენი აზრი ძალიან საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით რომ ახლა პუტინზე არ ვამბობ, მაგრამ თვითონ ამ შეხვედრაში რომელიც ვაშინგტონში შედგა ზელენსკისა და იგივე ტრამპს შორის ძალიან დიდი გარკვეული ზემოქმედება ზეწოლა მოახდინა ტრამპმა ზელენსკიზე და გარკვეულწილად რაღაცისკენ აიძულებს რომ ის დათანხმდეს. ის რაღაცა თავისებურება რომ ის თავისი პრინციპულს აკეთებს გასიგანი იცით თანამედროვე იარაღებს რომ ითხოვს რაღაცა ამაზე ყველაფერზე თავს ეკავებს ტრამპი და ეს ვიცი ჩვენ რას ნიშნავს. ამ დროს რუსეთის ფედერაცია რას აკეთებს რომ უკრაინის ომის ფინალისკენ მიდის თითქოს და ასე ჩანს, მაგრამ ამაზე ამ ფინალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და სხვათა შორის ეს ფინალი და ომის დამთავრება და როგორი ფორმით გამოვა რუსეთი ამ ომიდან ამაზე ბევრად არის დამოკიდებული რუსეთი დაждდება თუ არა საქართველოსთან მოსალაპარაკებლად, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიული პრობლემები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩვენთვის და აი ამ პროცესში ჩვენ რუსეთთან თუ არ დავჯექით მაგიდასთან და თუ არ ვისაუბრეთ, თუ არ ვილაპარაკეთ, არაფერი არ გამოვა. ეს ხომ თავისთავად ცხადია. და ამიტომ ეს ამაზეც არის დამოკიდებული. თუ ხო ძალიან გამარჯვებული გამოვიდა და ეს ნახევარი უკრაინა მართლა თუ მიიწვისა და მართლა დედა როგორ თვითონ ამბობენ, დედა რუსეთს დაუბრუნდა, მაშინ ჩვენ რა გარანტია უნდა გქონდეს იმისა, რომ საქართველოში ის რაც დღეს პოსტფაქტუმში არ არსებობს და ეს ტერიტორიები თითქოს და დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ამ დროს აბსოლუტურად როგორც მზედამთვარე ისე განსხვავდებიან ისე ერთმანეთსაგან და დამოუკიდებლობისაგან. როგორ ფიქრობთ თქვენ არის თუ არა რუსეთის ფედერაცია კომპრომისზე წამსვლელი ამ შემთხვევაში და როგორ გესახება თქვენ თუნდაც ეს რუსეთ-უკრაინის ომის ფინალი ამერიკასთან და ტრამპთან მათი ურთიერთობა პუტინისა და
ცოტა გრძელი კითხვა კი გამოვდის, მაგრამ კაპიტან თომას თანდათან თქვენ შეგიძლიათ ამ კითხვაზე უპასუხოთ, იმიტომ რომ თქვენი აზრია ამ შემთხვევაში, ჩემთვის და ჩემი ტელემოყოლებლისთვის უმთავრესი. და როგორ ფიქრობთ ეს როგორ განვითარებას უებს და საითგენ წაგულობას? მოგესალმებით, ბატონო, მოგესალმებით თქვენ აუდიტორიას. თქვენ ბევრი საინტერესო კითხვა დასვით. და ეს კითხვები მართლაც აუდიტორიას ძალიან აინტერესებს, იმდენად რამდენადაც დღეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ ერთი შეხედვით თითქოს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ სინამდვილეში მათ ურთიერთობებზე ძალიან ბევრი რამ არის დაკავშირებული. ეხლა რაც შეეხება ტრამპის და პუტინის შეხვედრას, საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, იმიტომ რომ უახლოეს წარსულში ლაპარაკიც არ იყო იმაზე, რომ ამერიკა და ამერიკის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი მოსალაპარაკებლად დამჯდარებდნენ. და აქედან გამომდინარე, ჩვენი ფუნქციაც იყო ხო დესტრუქციული, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით განხეთქილების ვაში დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამიტომ ეს დესტრუქციული ფუნქცია ჩვენ ძალიან ნეგატიურად დაგვიბრუნდა მიხეილ სააკაშვილის დროს, იმიტომ რომ ამ ნეგატიურმა ფუნქციამ განაპირობა ის, რომ ჩვენ დავკარგეთ დე იურე ჩვენი ორი ძალიან ძვირფასი ტერიტორია. ეხლა მე ოპონენტი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მხარეები არიან, იცით, და იჭერენ მკვეთრად პროდასავლურ პროამერიკულ პოზიციას. ჩვენ დაინტერესებულები უნდა ვიყოთ, რომ მოხდეს რაღაცა პოზიტიური ცვლილებები მათ ურთიერთობაში, იმდენად, რამდენადაც ეს საქართველოსაც აისახება. ხო? ეხლა ნახეთ, ბოლო შეხვედრა დაგეგმილი არის ბუდაპეშტში. ალბათ ეს შემთხვევითი არ არის ბუდაპეშტი. ურბანი ცოტა სხვა პროგრამა. იმიტომ აქ არის ღირებულებითი თანხმედრა ამ სამი ლიდერისა, პირველ რიგში ტრამპის, ორბანის და პუტინის, ხო? მაგრამ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერი და სპეცსამსახური და ის deep state-ის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან, რომ არ მოხდეს ეს შეხვედრა და არ მოხდეს ნორმალიზება ურთიერთობების რუსეთსა და ესე იგი მას არ აწუხებთ ომის დამთავრება, აქედან დასკვენ გაკეთებაში. და იგივე ზელენსკი, ნახეთ, როდესაც ვაშინგტონში, ჯერ ალასკაზე შეხვდნენ პუტინი და ტრამპი, ტრამპი დაინტერესებული იყო ამ მშვიდობიანი პროცესით. და მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან ვაშინგტონში ჩავიდა ევროპული ლიდერები. ჩავიდნენ, ხო, ეს ევროპული ლიდერები, მაგრამ მე რომ გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ შეიძლება ომი დამთავრებულიყო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სახეზე ეთყობოდა ყველას, რომ სულაც არ იყვნენ ისინი განწყობილი ამ პროცესის რაღაც კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადასატანად. და პირიქით, თავარი მათი მიზანი იყო, რომ რუსეთი არ არის ის ქვეყანა, ვისთან შეიძლება მოლაპარაკება, ამიტომ ომი უნდა გაგრძელდეს. და მართლაც ამ სამშვიდობო პროცესს შეექმნა გარკვეული პრობლემები. ეხლა თქვენ სწორედ აღნიშნეთ, მაგრამ ნახეთ, ეხლა ძალიან ხშირად მე ვლაპარაკობ ამის შესახებ, რომ ეს არის და არა მარტო მე, უკრაინა არის პროქსი სახელმწიფო, ეს არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ხარჯზეც ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. და თვითონ უკრაინის ბედი არის, ხო, ძალიან სავალალო. დაახლოებით 50 მილიონამდე მოსახლეობა იყო უკრაინაში, ის იყო ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიურად, ესე იგი სოფლის მეურნეობის ამ თავისი შავნიადაგიანი. ევროპაში ყველაზე დიდი მეექვსე ეკონომიკა იყო ევროპაში. და წარმოიდგინეთ ახლა ამ პოლიტიკამ, რასაც ზელენსკი აწარმოებს, ქვეყანა
უკიდურეს მდგომარეობაში. კატასტროფის წინაშე დადგა. ხო, იმიტომ რომ კაცმა არ იცის რამდენი მოსახლეობა დარჩა, ესე იგი ტერიტორიები გაასხვისა მან რაც 100 წლიანი. და რესურსებსაც ბუნებრივ რესურსებსაც როგორ ართმევენ ნელ-ნელა თუ აგვირდებენ? ხო, იქ ოპერირებს Black Rock-ი, ხო და ჩვენ გვახსოვს ის ცნობილი გამოთქვა, როდესაც ამ გარდაცვლილებს გრძალავდნენ, მათ უთხრეს, რომ გახსენით კრემატორიუმები, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენი მიწანიადაგები არის და ამდენი ხალხის დაკრძალვა იქ ტერიტორიებს, ესე იგი ამცირებს, ხო? ამიტომ ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ ომის დამთავრებას ევროპული ლიდერები არ მიესალმებიან და უპირველეს ყოვლისა მათ უკან დგას ის ომის პარტია, რომელსაც Deep States უწოდებს თვითონ ტრამპი. ომის პარტიას, ასე. რომელსაც განსაზღვრული ინტერესები აქვს თავისი, მაგრამ რაც შეეხება ახლა რუსეთის და ამერიკის ურთიერთობებს, დღეს ტრამპს ძალიან ესაჭიროება რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობა. ეს უკვე ჩანს, რომ აშკარად გამოიკეთება და არც მალავს ხო? ქალბატონო, ეს პოლიტიკური ასპექტი მიგულისხმოთ ჩვენ ამ შემთხვევაში თუ ეკონომიკური უფრო? ორივე. ჯერ ესეთი მოდით ვთქვათ, რომ ისინი ლატენტურად მაინც თანამშრომლობენ. არა მარტო ამერიკა, არამედ ევროპული ქვეყნებიც. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ცოტა ესეთი გზებით, არაპირდაპირი გზებით, მაგრამ ეხა ინდოეცეპრიკის ხო რამდენ ნავთო პროდუქტს და ზედაწერია made in India, ხო, სადაც ხა ინდოეცეს ნავთო პროდუქტები, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებზე და ტრამპი წინააღმდეგია ამის, ну ის როგორც ბიზნესმენი ისე დგება და არც ის არის დაფარული, რომ ამერიკაც და რუსეთიც ამ ნავთო პროდუქტების დარგში ძალიან კარგად თანამშრომლობენ და ხანდახან მონაცვლეობა არის ხოლმე, ხო, ტერიტორიულად, სადაც უფრო ახლოა იქ იყიდება რუსული გაზი პირდაპირ ამერიკული სახით და პირიქით. ასე რომ ეს ლატენტური ურთიერთობები არსად არ წასულა და გახსოვთ ჩვენი პრემიერი იძახდა იმის შესახებ, რომ პირიქით ვაჭრობა და ტვირთბრუნვა ევროპასა და რუსეთს შორის სულ უფრო იზრდება და იზრდება. ანუ ის ვინც არ იცის პოლიტიკა მისთვის შეიძლება ეს იყოს რაღაცა სატყო არა, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკის არსი არის ის, რომ რაც ზედაპირზე ჩანს, ის არ არის, ხო, პოლიტიკა. სინამდვილეში ეს რაღაცა გარკვეული მიზნებისთვის არის ეს რიტორიკა. და სხვათა შორის მე ძალიან ხშირად ვამბობ ამის შესახებ და ჩემი პოზიცია არ შემიცვლია მაშინაც კი, როდესაც ამაზე ლაპარაკი ძალიან არაპოპულარული იყო, მაგრამ ეხლა ფაქტია, ხო? ფაქტია და რუსეთი იმდენად დიდი ქვეყანაა, რომ მისი ამოგდება ამ გლობალური პოლიტიკიდან არ გამოდის, ნუ ეხლა ამას რაც ლაპარაკობდი, რომ ამერიკის ვიყავი NASA-ში. და ეხლა ნუ არ იცოდნენ, ეხლა მე ქართველი ვარ ვინ და იქ პირდაპირ თქვეს, რომ ამ ესე იგი ძრავებს იღებენ რუსეთიდან თავიანთი კოსმოსური რაკეტებისთვის, ხო? და ტრამპს აი თქვენ დასვით ეს კითხვა, პოლიტიკურად ჭირდება თუ ეკონომიკურად. არა მარტო პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არამედ ამერიკელებს რუსები ჭირდება თავიანთი ინტელექტუალური პოტენციალით. იმიტომ რომ ეხლა ვინც ამერიკაში ყოფილა, ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა სივრცის პროფესორი იქ არის წარმატებული. რატო? იმიტომ რომ ეს განათლების სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებს დიდა. და არა იმაზე არიან ჩამოგიდებული ეგრეთ წოდებული ბოლონიის იმაზე რაღაცებზე, ხო? ხო, ნუ ამერიკაში ბოლონიის პროცესი მართალია არ არის, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ
მაღალი დონის განათლება. იქ ლიბერალური კანონები მოქმედებენ, რომელსაც ტრამპი ცდილობს რომ შეცვალოს, მარტო ის რადგან რომ ის ამბობს, რომ ეს უნივერსიტეტები პირდაპირ ლიბერალურ მე მაგალითად უფრო ფსევდოლიბერალურს დავარქვენ, ფსევდოლიბერალურ თაობებს დიან. იმ ღირებულებებით, რასაც ტრამპი აკრიტიკებს, სრულიად სამართლიანად, ამ გენდერული და ვითომ და ადამიანის უფლებები და ასე. მარტო ის რადგან რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს მან შეუწყვეტა აკრედიტაცია. ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსიტეტი, მაგრამ ის გამოირჩეოდა ჯორჯტაუნი, ჰარვარდი, პრინსტონი, რა ძირითადად ამ უნივერსიტეტებში ფესვგადგმულები არიან დემოკრატები. იმ თავიანთი დევალვირებული და დევიაციური ღირებულებებით, რასაც ისინი არა მარტო ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს აფარებენ. ქალბატონო, რა მაინტერესებს თქვენი აზრი ძალიან ამ შემთხვევაში ძალიან ჩანდობლივით მეჩვენება მე. ესე იგი, მსოფლიოში მაინც როგორი ბალანსი შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ რუსეთის წარმატების და წარუმატებლობის შესახებ. ანუ რუსეთის ამ შემთხვევაში დაკრინება, რუსეთის ამ შემთხვევაში მოდი ახლა ასეთი სიტუაცია ვქნათ, რუსეთის ჩაძირვა ვის ინტერესებში უფრო შედის და რუსეთის აღორძინება ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხომ ირიბად პირდაპირ თუ არა, ირიბად ხომ ჩვენ გვიტყავს. საქართველოს უთმას, იმიტომ რომ ძლიერი და ყოველნაირად გაძლიერებული და ყოველნაირად გაზრუქებული რუსეთი ჩვენ ამდენად გვაწყობს, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ხო? საერთოდ არც ხდებიან ჩვენ. აი როგორ ფიქრობთ თქვენ, ვის ინტერესებს შეიძლება? არა, მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ, თუ რეტროსპექტულად შევხედავთ ჩვენ რუსეთის განვითარებას, კერძოდ პოსტსაბჭოთა რუსეთის განვითარებას. ყველა ის პრობლემა, რაც საქართველოს წარმოექმნა რუსეთთან მიმართებაში, ეს იყო ლიბერალური ხელისუფლებების ბრალი. გავიხსენოთ, ვინ იყო ხელისუფლებაში? ელცინი, რომელიც ყოველ საღამოთი ამერიკის პრეზიდენტს აბარებდა ანგარიშს. და არავისთვის არ არის დამალული, რომ ორი ჰარვარდელი პროფესორი ეჭდა მას და რჩევებს აძლევს. საქსი მაგის გვერდით არის და სულ ჯეფრი საქსი. ჯეფრი საქსი კი, მაგრამ ჯეფრი საქსის რიტორიკა რო გავიხსენოთ, ის აკრიტიკებს ხომას. არა, მაგას კი აკრიტიკებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზოგად კონტექსტში რუსეთის მხარე უჭირავს მას და შესაძლოა აფრთხილებს გააფრთხილა მთელი მსოფლიო, რომ რუსეთს თხილად უნდა მოეყოლოთ. აკრიტიკებს ელცინის დროინდელ რუსეთს და ძალიან აშკარად ლაპარაკობს იმ პრობლემებზე, რაც რუსეთს შეექმნა. მაგრამ დღეს ის ლაპარაკობს, მე არ ვთვლი, რომ ის რუსეთის მხარეზეა. ის არის ჭეშმარიტების მხარეზე. ხო, ის იმდენად დიდი სპეციალისტია და იმდენად სახელოვანი ადამიანი, რომ მას აქვს ამის უფლება. ხო, რომ ილაპარაკოს ჭეშმარიტება. ახლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდი, მე ვლაპარაკობდი და რაღაც სულელურ კლიშეებს პრორუსი და ასე შემდეგ, ხო? თუმცა მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და გამომდინარე ჩემის ქვეყნის სიყვარულიდან სიმართლეს ვლაპარაკობ. რომ არ შეიძლება ესეთი გეოპოლიტიკური კოდის წინააღმდეგ წასვლა საქართველოსთვის, მაგრამ დაუბრუნდეთ იმას, რაც თქვენ დასვით, ხო, ის იყო ლიბერალური ხელისუფლება, რომელიც თვითონ რუსეთს უქმნიდა პრობლემას. და კიდევ ამ თვითონ რუსეთი დაშლა. ლიბერალიზმი რუსეთისთვის არ არის დამახასიათებელი, იმიტომ რომ სხვადასხვა ხელმძღვანელმა კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ასეთი ძალიან კარგი ფინალური ფრაზა და ეს სხვადასხვა ძალიან მენიშნა მე. ნუ ახლა რომელიც ხალხს მსოფლიოში რა მართავდა და რუსეთს ამბობს, რომ რუსეთს მატრახი მართავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ლიბერალურ რუსეთს ჩვენ ვლაპარაკობთ, მაშინ რაღაცა მოდით ვილაპარაკოთ დემოკრატიაც რა არის, ხო? ჩვენ დემოკრატიაზე ძალიან აღმატებულ ხარისხში მსჯელობდით, მაგრამ
აღმოჩნდა რა დემოკრატია ეს არის მართვის ფორმა ერთ-ერთი რომ ელიტამ ერთ-ერთი არასრულყოფილი ფორმა ნუ ეხლა ძველი ბერძნები მაგალითად უარყოფითად თuliდნენ და ამბობდნენ რომ იგი პლატონი არის ჩერჩილის იდეოლოგიაში გადადიოსო ხო და მე ვეთანხმები იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ყველა ადამიანმა იცოდეს პოლიტიკა და ყველა ეროვნების სახელმწიფოებრივ საქმიანობაში და სწორედ ეს მექანიზმი არის გამოყენებული. რატო? იმიტომ რომ დღევანდელი პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებულია ადრინდელი პოლიტიკიდან, ხო? იმიტომ რომ დღეს პირდაპირ კოგნიტურ დონეზე მოქმედებენ ელიტები. სასურველ შედეგს ისინი იღებენ აი მასებზე ზემოქმედების გზით. რა არის სოციალური ხა ჩვენი სტუდენტები როდგანან მე ისინი მეწოდება, რატო იცით, მაგათი ბრალი არ არის ეს. ვიღაცა დგას მათ. რა თქმა უნდა, რომელიც მათ იყენებს იარაღად და ეს არის მანიპულირების მსხვერპლი. ამიტომ ის აღმატებული ხარისხი დასავლეთის მიმართ, დემოკრატიის მიმართ მე ყოველთვის ვამბობ, ხა ვინც იცის მაგალითად დასავლური ელიტების განვითარების ისტორია, ხო? და ამაზე თვითონ დასავლელი მეცნიერები წერენ. მაგრამ სამაგეროთ მათ აქვს ძალიან ძლიერი მექანიზმები იმისა, რომ საზოგადოებაზე მოახდინონ ესე იგი ეს მანიპულირება რაღაცა განწყობა შეცვლა. დადებითი განწყობების თავდაპირველად მე ასეთი საკითხიც ასეთი კუთხითაც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო დასმულ კითხვაზე და ეს გახალთ შემდეგი რომ შეიძლება რომ გარე არსებობს შიდა ფაქტორები და გარე ფაქტორები და ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართებაში უამრავი გარე ფაქტორები მოქმედებს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე და ეს ხადია მაგრამ რამდენად გვევლინება ჩვენ ამ თემაზე თქვენ წინა შეხვედრებზეც გქონდა გარკვეულწილად საუბარი მაგრამ აი დღეს უფრო აქტუალურია ეს თემა მაგრამ რამდენად გვევლინება ჩვენ პანაცეად ევროკავშირი რომელიც თვითონ როგორ ჩანს დღეს შეხშია მოქცეული იმიტომ რომ ახლა ამაზე არის ეს ვაგებული რომ არის და ამაზე ჯერ კიდევ ანასხლეტები იმ ევროკავშირის იმ deep state იქნება თუ მომის პარტია თუ ის სხვები ვიხსას ინტერესებს და აქ მაიდანის მოწყობის თუ სხვადასხვა ინტერესები გააჩნიათ რევოლუციური ასე ვთქვათ სცენარის ინტერესები გააჩნიათ მაგრამ მე ვხედავ რომ დღევანდელ პირობებში საერთოდ მე ვფიქრობ რომ ევროკავშირზე საერთოდ არც უნდა საუბრობდეთ მე ასეთნაირად წარმოვიდგენ იმიტომ რომ ჯერ ერთი სტაგნაციას განიცდეთ ევროკავშირის ეკონომიკა აქედან დაიწყო ძალიან ბევრი ქვეყანა ახლა ეს არის იმხელა კონფედერაცია, სადაც საერთოდ ერთი მეორისგან საშინაოდ განსხვავდება. ნუ ახლა როგორ ფიქრობთ თქვენ მაინც არის თუ არა პანაცეა ეს და საერთოდ საბოლოო ჯამში მოდი ჩვენ ვთქვათ არის თუ არ არის პანაცეა ევროკავშირის საქართველოს. რა თქმა უნდა არ არის პანაცეა და მეცაც გეტყვით. თავიდანვე მე ამის შესახებ ვლაპარაკობდი. ეს იყო უფრო ეიფორია, აი ეს რაღაცა განწყობები. ქართველები საერთოდ პროგრესული ხალხია. ჩვენ გვიყვარს პროგრესი, კომფორტი, ვისწრაფით განათლებისკენ, მაღალი სოციალური სტანდარტებისკენ და ამიტომ მოგწონდა ხო ევროპა. იმიტომ რომ ეს ევროპული სახელმწიფოები ასოცირდება მაღალი კეთილდღეობის საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნებთან და ამიტომ გვინდოდა, მაგრამ იმის უკან ხო უნდა დაინახო რა არის და უნდა იცოდე ამ ქვეყნების ელიტების პოლიტიკის წარმოების ისტორიული გამოცდილება ხო და ჩვენთან მე ხელისუფლებებსაც ვადანაშაულებ იმაში რომ აი ეს ეიფორიული განწყობა სწორედ მათ მიერ იქნა უზრუნველყოფილი და ის მასმედია რომელიც მხოლოდ კარგს აშუქებს და არ ვლაპარაკობს იმ ნაკლოვანებებზე რაც მათ ბორელმა პირდაპირ გითხრა, ხო? ეს არის 64 და თქვენ ხართ ჯუნგლებში. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ? ანუ იგივე ვალენსტაინის თეორიით გეტყვით, არის ბირთვის ქვეყნები, არის პერიფერიის, დაახლოებით პერიფერიის ქვეყნები. ჩანს ამასთან ვამბობთ ევროკავშირის რუსაბჭომ მეოთხე სტრატეგია.
LGBT-სთან დაკავშირებით. ახლა ეს გვაწყობს ჩვენ. ჩვენ ახლა ეს ჩვენ გვაწყობს, ჩვენც აბსოლუტურად არაერთი ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, აი ამასაც ვამბობ ხოლმე, ერთხელ ვუყურებდი ტელევიზიით აი ეს ლექციები ლიბერალურ არხებზე და გამოდიოდა ერთი ეკონომისტი და კითხულობდა ლექციას რა კარგია ევროკავშირში შესვლა. ეხლა დამაინტერესდა, იმიტომ მე ხო ვიცია რა, ვაანალიზებ რა არის კარგი, რა არის ცუდი, ხო? და უსმენდი მის ლექციას და ერთი პარამეტრი არ უთქვია, რომ საქართველოსთვის მომგებიანი. ამას ვერ გავაკეთებთ, იმას ვერ გავაკეთებთ, ჯერ ესეთი სუვერენიტეტს კარგავ, ყველაფერს ნებისმიერ გაერთიანებაში შესვლით, შენ კარგავ სუვერენიტეტს და იკისრე ვალდებულება, რომ მოახდენ 350 კანონის ჰარმონიზებას, ხო? თავისი LGBT და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო დასკვნა, რომ ყველაფერში არის წამგებიანი, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ევროკავშირში შევიდეთ. ქალბატონო, სანამ უშუალოდ უკვე ნელ-ნელა გადავდივარ ჩვენ აფხაზეთზეც, იმიტომ რომ ეს თემა თქვენთვის ძალიან ახლობელი არის და ძალიან საინტერესო ფაქტები მოყავთ თქვენ ხოლმე აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ მე ახლა სანამდე უშუალოდ აფხაზეთის საკითხს შევეხებოდი, მანამდე მე მაინც მინდა ისევ და ისევ ერთი ძალიან ისეთი მტკივნეული საკითხი შემოვიფარგლო. აი მაგალითად არის ესეთი გამონათქვამი ძაღლი ყებს ქარავანი მიდის. რამდენად რეალური და გადაწყვეტადია საქართველოს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული ტერიტორიები, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკვე 4 წელიწადია ებრძვის უკრაინას იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი კი არა, მთლიანად თუ არა, ნახევარი მაინც თურმე დედა სამშობლოს უნდა დაუბრუნდეს, დედა რუსეთს უნდა დაუბრუნდეს. ახლა ეს მე ამას რატოს ვამბობ? თუ რუსეთისთვის უკრაინის გარკვეული ნაწილი დედა რუსეთის ტერიტორია არის, მაშინ საქართველოსი აფხაზეთის დედა კი არა, ალბათ საქართველოსთვისაც დედა ტერეზა იქნება, მაშინ საქართველოსთვის თქვენი ასე ვთქვათ აფხაზეთი და ესე ჩამაჩაბლო თუ არა ეს ხელოვნურად შექმნილი რუსეთი არავის არ შეძება. ახლა მე რისი თქვა მინდა, იცით, ამით რა კითხვა მინდა დავსვათ. ისე რუსეთს ამისი უფლება გააჩნია, რომ ეს თავისი ტერიტორიები თურმე რაღაც ილუზორული საუკუნეების უკამდელი რაღაცა ტერიტორიები ცეცხლით და מחვილით დაიბრუნოს. საქართველოს არაფრის უფლება არ აქვს და პირიქით ახლა რუსეთი ინტენსიურად მიდის იქითკენ, რომ რაც შეიძლება აფხაზეთის დაუსების მოქალაქეები ყოველ კუთხე კუნძულში უკვე ისინი ოფიცებია გახსნილი და მოქალაქეობას აძლევენ მათ. რატომ? იმიტომ რომ მე თქვან, რომ იცით რა, ჩვენ მიწა კი არ გვაინტერესებს, ჩვენი მოქალაქეები უნდა დავიცვათ. ნუ ახლა რუსეთი რომ საერთოდ ეს ძალიან დიდი აბეზარი ქვეყანა, მე არ მინდა ახლა ქვეყანას სისამოვნად პოლიტიკა. იმპერიული ქვეყანა ატარებს იმპერიულ პოლიტიკას. ასე ვთქვათ, თავისი იმპერიული ძრახები გააჩნია მას სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაგრამ კითხულზა საქართველოს ამადა საქმე როგორ ფიქრობთ თქვენ ქალბატონო თამარ? მართლაც ესე იგი რუსეთისთვის თუ ესე იგი რაც იუპიტერისთვის დასაშვებია, ის ხარისთვის არ არის დასაშვები. აი ეს პრინციპი მუშაობს თუ რა ხდება აქ, რა იძლიერია და იმიტომ ხდება თუ რატომ? საერთოდ პოლიტიკაში მუშაობს რეალიზმის პრინციპი, ხო? იყო მცდელობები, აი ეს ვუდრო ვილსონის 14 პუნქტი და ამერიკული ლიბერალური პოლიტიკა შეეფუთათ, მაგრამ მას დაარქვეს იდეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ არის ცნობილი ეგრეთ წოდებული დიდი დებატები, ხო, საერთაშორისო ურთიერთობებში და აღიარებულია, რომ ამ დიდი დებატების შემდეგ რეალიზმმა გაიმარჯვა. პოლიტიკა და განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკა რეალურ პრინციპებზეა დაყრდნობილი. ამიტომ იმარჯვებს ის, ვინც ძლიერია. არსებობს სხვადასხვა კომპონენტები ქვეყნის სიძლიერისა, ხო? პატარა ქვეყნებს რა ბერკეტები აქვთ. ამაზეც არსებობს მიტბასნების და დაბალანსების თეორია და ასე შემდეგ, ხო? და გადაწყვეტილების მიმღები ელიტა უნდა იყოს ძალიან კარგად ქათვითცნობიერებული იმ შედეგების შესახებ, ჯერ ესეთი უნდა იყოს ეროვნული ელიტა, ხო?
და უნდა იყოს ანგაჟირებული და თავისი პირადი გამორჩენისთვის როგორც ზელენსკი ახლა მილიარდები ხო ის მისი მეუღლე იმასაც ვერ ფარავს და ბრილიანტებს და რაღაც ნივთებს ყიდულობს ხო უნდა იყოს ისეთი ელიტა რომელიც დაინტერესებული არის ქვეყნის კეთილდღეობით და პოლიტიკა ძალიან რთული სფერო აი ეს არ არის ის რა ზედაპირზე ჩანს უკვე მეორე ჯერ ამბობ შენ ძალიან კარგად უნდა იცოდე ის ტენდენციები ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებული ბუფერული სახელმწიფო ეხლა ბუფერული სახელმწიფოს ბედი საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ცნობილი პოსტულატია რომ არის არც თუ ისე სახარბიელო რა არის მისთვის დამახასიათებელი იგი ხან ჩდება ხან ქრება თუ ღმერთმა გაუმართლა და მისი ელიტა მე ვთვლი რომ ეხლანდელი ელიტა არა ჩვენ აი მე ბევრი ესამაკ რა ქვია საშინაო პოლიტიკის მიმართ კრიტიკა შემიძლია ვილაპარაკო აი კრიტიკულად მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო პოლიტიკას არა ძალიან სწორი მოქმედებს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აქ უკვე ლაპარაკი იმაზე კი არ იქნებოდა რომ კარგად ვიქნებით თუ ცუდად საერთოდ ვიქნებოდით თუ და ცდებები იყო ქალბატონო თამარ სრულიად გეთანხმებით სახელმწიფომ თუ არ გამოაჩინა თავისი სიძლიერე და თავისი კანონიერების უზენაესობა და თუ ხელიდან გაუშვა რაღაცა გარკვეული პროცესები მაშინ ჩვენ უკვე სულ სხვა და აი ძალიან მართებულა და კარგად იქცევა საქართველოს დღეს საერთაშორისო სარბიელზე რამაც თავიდან აგვაშორა ის საშინელება რაშიც გვიპირებდნენ გახვევას ხო ეხლა რაც შეეხება დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის დასაწყისს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს ჩვენ ყველანაირად გვაწყობს რომ ისინი დაალაგდნენ და ჩამოყალიბდნენ რაღაცა წესრიგზე მსოფლიო წესრიგზე რომ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ჩვენი ადგილიც განსაზღვროთ. ეხლა რაც შეეხება რუსეთი ჩვეულებრივი იმპერიული ქვეყანა, ბუნებრივია მას აქვს თავისი ინტერესები და რითი გამოირჩევა რომ რუსეთი ამ თავის იმპერიულ ინტერესებს არა ძალიან მკაცრად ატარებს. თუ ამერიკისთვის მაგალითად ბევრ შემთხვევაში ამ რბილი ძალის გამოყენება ხო დამახასიათებელი რუსები პირდაპირ ამ ესე იგი ძალისმიერ მეთოდებს იყენებენ ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ ხო რომელი ქვეყნისგან რას ჩვენი სტრატეგია განსაზღვროთ ან როგორ იქნება უკეთესი მე ერთსაც გეტყვით და ამას აი ლაპარაკობ რამდენი წელია რომ ჩვენი გეოპოლიტიკური კოდიდან გამომდინარე ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხო ნახე. მე ზუსტად ამაზე მინდა რომ თქვენ შეგეკითხოთ ხალხო თამარ ახლა გადავიდეთ ჩვენ აფხაზეთზე მინდა ახლა მე გადავიდე იმიტომ რომ ესეთი ჩვენი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი და თქვენ ალბათ ჩვენ ტელემაყურებელებში საინტერესო თქვენი მოსაზრება აფხაზები იმით იქვნენ თითქოს აშენებენ სახელმწიფოს. ნუ ეს ეს ხომ არის აბსურდის სფერო. იმიტომ რომ ესენი არიან ჩამოკიდებულები რუსეთთან, ანუ ეს ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი ჩვენთან 35 წელიწადია საქართველოს იმიდი და ჯერ კიდევ ბოლომდე ალბათ ძალიან შორს არის გურჯისტანამდე ხო როგორც ძალიან ისეთი გამოხატული რა პატარაიას ფილმია შორია გურჯისტანამდე დიახ ასე რომ ეს ცოტა რთული რამეა თქვენ როგორ ფიქრობთ აი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე აფხაზები მაინც მოიხედავენ თუ არა სხვათა შორის ახლა მე რო აკვირდები სოციალურ ქსელებში ახალგაზრდები რატომღაც მე არ ვიცი ეს ახლა სპეციალურად ხდება თუ რა ხდება ახლა იმის უკან ადგას და ვინდგას მე არ ვიცი მაგრამ ერთ რამეს ვაკვირდები რომ ესე იგი ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა საქართველოსთან ქართველებთან
ახალგაზრდები ლაპარაკობენ უკვე და ახალგაზრდები ის მომავალია, ხო? ახლა ის პოლიტიკოსები რომელიც არიან იქ ისინი წავლენ და ეს ახალგაზრდები მოვლენ და ურთიერთობა გვინდაო. ნუ ახლა როგორი ფორმით უნდათ ეს ურთიერთობა და რანაირად შეიძლება ეს ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ქართულს და ახალ შორის, ამ შემთხვევაში ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ თქვენ მაინც როგორ ფიქრობთ? ესე მაინც მე მაგალითად ოპტიმისტი ვარ. მეც ოპტიმისტური განწყობილი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ახლა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, იმიტომ რომ კავშირები გაქვთ და იქაურ სიტუაციას ფლობთ, ხო? ძალიან მძიმე სიტუაცია დაწყებული გენოფონდიდან, თავისი ნარკოპოლიტიკით და დემოგრაფიული სიტუაცია. ყველანაირად. ძალიან მძიმე სიტუაციაა და იცით რა არის? ეს იზოლაციონიზმი აწყობს ვის? გარკვეულ ელიტას, რომელიც ამითი ძალიან სარგებლობს და თავისი ისევ იქ მივედით, ხო? თავისი კეთილდღეობისთვის ფიქრობს. ეხლა გამომდინარე აფხაზური ინტერესიდან მათ ყველანაირად უნდა აწყობდეთ ქართველებთან კარგი ურთიერთობები და რაღაცა სახელმწიფოებრიობის ფორმაზე დიალოგი. ჩემი აზრით ისინი გადარჩებიან აი იმ სურათის და იმ საშინელი ვითარების გაუმჯობესებას შეძლებენ, რომელიც დღეს არ ვიცი. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს. ხავადუთამა, მე მაქვს ასეთი ცოტა ესეთი სხვადასხვა წყაროებიდან მოსული ინფორმაცია, ეს ოფიციალურ წყაროებიდან არ არის, მაგრამ მაინც ხდება დღესაც რუსეთსა და საქართველოს შორის გარკვეულ დონეზე, ნუ ახლა რა დონეზე ამას ვერ დავაკონკრეტებ სამწუხაროდ, მაგრამ ხდება ესეთი ინფორმაციები ჟურნალს, რომ თითქოს და რუსეთს აწყობს საქართველოს და აფხაზეთს შორის კონფედერაციული დამოკიდებულება და ურთიერთობა. ამაზე რა სიტყვით? მე გეტყვით, საერთოდ პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, ეს ერთ-ერთი განსაზღვრებაა ჩემთვის ყველაზე საყვარელი. რამდენი ქვეყანაც არის იმდენი ტერიტორიული მოწყობის პრინციპი. აი მასე ვერ იტყვით თქვენ. აი ავიღოთ მაგალითად გაერთიანებული სამეფო, ხო? ნახეთ იქ უელსი, ბრიტანეთი, ინგლისი, ხო? შოტლანდია. ყველას იცით რამხელა დამოუკიდებლობა აქვს, მაგრამ ინგლისი არის ხო ვერ ვიტყვით, არც კონფედერაცია და არც ფედერაცია. ამიტომ ეს ჩვენ ხელშია. როგორ დავალაგებთ ამ ურთიერთობებს და თანაცხოვრების როგორ მოდელს შევქმნით, ისე რომ აწყობდეს აფხაზებსაც და ქართველებსაც, ხო? ისე მიმეორე პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება. გენიალური აზრია. აი ზუსტად ესე იგი როგორ აწყობ ჩვენ ხარ ვამბობთ რომ გინდა თუ არა ჩვენ ახლა იმ 30 წლის უკან ვარ ჩარჩენილები. მე მაგალითად იმ აფხაზეთის უმაღლეს საფრთხეში რომ ვიჯექი და იქ რომ აფხაზებთან მქონდა პოლემიკა, მაშინ სულ სხვაგვარად ვფიქრობ. მე ისეთი კარგი მახსოვს ერთხელ ჩავედით და მაღალჩინოსანი დახვდა ჩვენ აფხაზი და ისე დავმეგობრდით რომ უჩვენოთ ნაბიჯს არ დგავდა. აჩვენებია და აი ამის იცით რატო თუ აფხაზებსაც არ აწყობთ შვიდობა არის ორი ტიპის ხო პოზიტიური ნეგატიური ნეგატიური იქნება მაშინ როდესაც რომელიღაც მხარეს არ აწყობს არსებული სიტუაცია თუ ჩვენ პოზიტიური და ხანგრძლივი მშვიდობა გვინდა დავამყაროთ ორივე მხარე უნდა იყოს ორივე მხარე უნდა იყოს მართალი გზანდებით გავაგზავნოთ და სოციალისტი ძალიან კარგი მინიშნება გააკეთეთ თქვენ მართლაც არსებობს რესურსი არსებობს მე არსებობს ძალიან დიდი რესურსი იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ 30 წელიწადი არავითარი პროგრესი არ აქვს არც ეკონომიკური არც სოციალური კეთილდღეობები ინფრასტრუქტურული მოდი აქედან დავიწყოთ და საერთოდ ხომ ზედმეტია ყველაფერზე იმიტომ რომ ამან გონიათ რომ რუსეთი ჩაუდოს მათ და რუსეთი თავისი პრობლემები აქვს ნახეთ ახლა მე მგონი ბევრი აფხაზი გადმოდის ბათუმში და ეხა ბათუმში რო ჩახვალ გეგონება ლოს-ანჯელესში ამილაში ხო ისეთი ინფრასტრუქტურა არის რაღაცა და ჩვენ შეგვიძლია რომ აფხაზეთიც
გადავაქციოთ აყვავებულ მხარედ, მით უმეტეს ესეთი არაჩვეულებრივი ბუნება. რას ლაპარაკობთ? ახლა აფხაზები ისეთი კეთილდღეობის პირობებში იცხოვრებენ, რომ დაინტერესებულები არიან. რასაკვირველი, თქვენ წარმოვიდგინეთ, ახლა 5-6 მილიარდი უკვე იმიდან წამოვიდა არაბთა ემირატებიდან ინვესტიციები წამოვიდა და სხვათა შორის მე ძალიან კარგად მენიშნა ეხლა ვისაც ეს ვინც არის ამ ინვესტიციების ასე ვთქვათ მენეჯერი როგორ ამბობს რომ ადგილობრივი რესურსები, ადგილობრივი შრომითი რესურსები, მატერიალური რესურსები დასაქმება და ნახეთ რას გაუსვამ ამ მხარებს შვიდობა რომელიც უზრუნველყო ჩვენმა ხელისუფლებამ. ამიტომ ჩვენ დღეს ვართ ოაზისი. შვიდობის ოაზისი. ის მინოს და ესე გაჩნდეს, ხო? ამიტომ რაღაცა პირობები არის იმისთვის, რომ განვითარდეს ეს ქვეყანა და ის ადამიანები, ვინც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, წარმოიდგინეთ. მართლა. ამიტომ აფხაზებისთვისაც ჩვენ პირველ რიგში მიმზიდველები უნდა ვიყოთ. რასაკვირველია, რას თავარია, ჩვენ ტყები არა ვარ, ჩვენ არ ვაპირებთ ეგ ცეცხლი და მახვილი ქართველებისთვის ეს არის დამახასიათებელი. ბატონო მურმან, რომ ჩვენ არა ვართ ეგეთი, არ გვახსოვს ცუდი და კეთილგანწყობილი ადამიანები ვართ და ამიტომ ეს თანაც გენიალური ფორმულა ქალბატონ თამარ მართლაც ეგეთ ახალთ თამაში და ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგიცვათ ქალბატონ თამარ და ამით უკვე შევაჯამებ ალბათ ჩვენ დღევანდელ ძალიან საინტერესო ძალიან ამას საუბარს საქართველოს ხელისუფლება პასიურობს თუნდაც აფხაზებთან მიმართებაში იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ პირველი პირებისგან გვესმოდეს ხო აი დაუშვათ რაღაცა პრობლემის გადაწყვეტით საკითხი. აქ ნუ ცოტა მიძინების პროცესში ხო არ წავიდა ეს აფხაზეთის პრობლემა. ახლა კი ახლა ხალხი აქტიურობს, სოციალური სფეროები აქტიურობს, კი ბატონო, სხვადასხვა აქტიური პროცესები მიდის ახლა ბუნებრივია, მაგრამ აი პირველი პირებისგან გესმის რა. შეიძლება არც არის საჭირო რომ გვესმოდეს, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით რომ ახლა არის ამ წესრიგის, სოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი, როდესაც დალაგდება ეს სიტუაცია და მე რაღაცა ისეთი განწყობა მაქვს და სურს, რომ ლატენტურად მაინც მიმდინარეობს რაღაცა მუშაობა. კი, მიდის, ეს ვიცი. და აი ამ ხმამაღალმა რიტორიკამ, ხო, შეიძლება ეს საქმე გააბრუჭოს. ამიტომ ჯობია ჯერ რაღაცა კულისებს მიღმა მოხდეს რაღაცა შეთანხმებები და შემდეგ, როდესაც დადგება ამისთვის დრო, იქნას უკვე გაფორმებული უკვე დიდი მადლობა ქალბატონ თამარ მართლაც ვიფათო ტელემოყრებლებო მართლაც გენიალურად ზანა ქალბატონ თამარმა მართლა დღეს ჯობია რომ ეს ასე იყო ჩვენ ვიცით რომ მიდის სხვა პროცესებიც მიდის ასე ვთქვათ ცოტა კულისებში ისეთი პროცესები რომელიც არ შეიძლება ჯერჯერობით ეს უკვე გამოვიდეს ასე ვთქვათ საასკაროზე და საჯარო გახდეს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მიდით ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ ცირგვირევ და საერთოდ კავკასიის ირგვლივ ძალიან დიდი წრე იკვრება და მით უმეტეს ახლა რომ ამხელა დიდი ინვესტიციების შემოდინება რო დაიწყო მე აგერ აბრეშუმის ფორუმი ჩატარდა აგერ ახლა საქართველოში აი ეს დღეები ეს იყო რაღაცა სასწაულად კარგი და იქ წინვალე გამოსვლა უნდა ჩვენ ვიფას პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძეს ეს ყველაფერი არის იმის იმანიშნებელი რომ ჩვენ დღეს თუ არა ზე გაუცილებლად იმ ადამიანებს და იმ ხალხს იმ ძალებს რომლებიც ცდილობენ რომ საქართველოს იმ დიდ ქვეყნებთან თუნდაც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუნდაც იგივე ევროპასთან მე ევროკავშირს არ ვაიგივებ ევროპასთან ევროპაში არის უკვე 45-46 ქვეყანა და ამდენად სხვადასხვა ეს სხვადასხვა ცნებებია ეს და ამ ცნებებს ჩვენ გვერდს ვერ აუვლით და ჩვენ გვაქვს ისეთი ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და უნდა გქონდეს ეს ურთიერთობები იმიტომ რომ ერთი რამე დაიმახსოვრეთ შემოგვიფასო ტელემოყრებლებო საქართველოს უფრო სჭირდება ევროპას და ამერიკას, ვიდრე ამერიკა და ევროპა საქართველოს. მე ასეთი შტაბეჭდილება მაქვს და მე ასე ვფიქრობ და მე დარწმუნებული ვარ რომ ქალბატონი თამარიც ალბათ
ამ თემასთან გარკვეულწილად დამეთანხმება მე, იმიტომ რომ საქართველოში არის ისეთი რამ, რაც სხვაგან არ არის. და ერთ რამეს დავუმატებ თქვენის ევროკავშირი მაინც არის ცივი ომის გადმონაშთი. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც აქტუალური იყო ცივი ომის პერიოდში. აი ამ პოსტსაბჭოთა და პოსტცივი ომის პერიოდში ნახეთ, ესე იგი მისი განვითარება არ ხდება, პირიქით დეგრადირება ხდება და ამდენი პრობლემები წარმოიშვა. ამიტომ ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც შეესაბამება ჩვენ ინტერესებს და ჩვენ ღირებულებებს. დიდი მადლობა გაბაგონ თამარ. 100% გეთანხმებით, ძალიან სწორი დასკვნა. ურთიერთ ინტერესებით, ურთიერთ შესატყვისობა, ინტერესების შესაბამისობა უნდა იყოს ქვეყნებს შორის და არა მარტო კონფრონტაცია და არა მარტო ის რომ აგინდა თუ არა მე მაგალითად რასაც დღეს უყურებ იგივე ევროკავშირის წევრების ქვეყნების მოთხოვნებს რომ ვეცნობი ხოლმე მე მაგალითად საბჭოთა პერიოდში ასეთი არ მახსენდება რატომ ჩვენ საბჭოთა პერიოდში ვიცხოვრია და ვიცით და მაშინ პირიქით ხდებოდა საქართველოს აყვავებული მხარე იყო საქართველოში ყველაფერი დრო არა გვაქვს ახლა ისტორიის ესე იგი ინტერპრეტაცია არის ისეთი ეს ბუნებრივია ცივი ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირი არის წაგებული ქვეყანა და შესაბამისად ყველაფერი ის რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო უნდა იყოს ცუდი ხო არ შეიძლება ესე რაღაცა არის კარგი რაღაცა იყო ცუდი ამიტომ რეალური ისტორია უნდა ვასწავლოთ ჩვენ ახალგაზრდაობას და ეს რეალური ისტორიიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ რეალური დასკვნები და სწორი დასკვნები დიდი მადლობა ქალბატონ თამარ ასეთი საინტერესო და ასეთი შინაარჩენი საუბრისათვის მართლაც მოყოლებული თქვენი სახელით, ჩემი სახელით დიდ მადლობას გადავწევ ქალბატონ თამარ კიკნაძეს, ჩვენ შესანიშნავ ქალბატონს, რომელიც დღეს ძალიან აქტიურობს არა მარტო ტელევიზიაში, ზოგადად ქვეყნის პოლიტიკის წინსვლის და პროგრესის საქმეში და მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ აფხაზებსაც დავებრუნებთ, ოსებსაც დავებრუნებთ და რაც მთავარია საქართველოს აყვავებული ქვეყანა იქნება და ზუსტად აქეთკენ მიდის ყველაფერი. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მომავალ შეხვედრამდე ძირფასო ტელემოყურებელს.